ესეც mentorship-ის საბოლოო ვიდეო, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ვფიქრობ იმ ვიდეოებზე გაცილებით უკეთესი, რომელიც აქამდე ჩავწერე წინა ნაწილების სახით. შეგნებულად დავაწერე სათაური და აქ რაღაც საიდუმლო დეტალი არაფერი ისეთი არ იქნება, ტექნიკური, რასაც თქვენ გაიგებთ და ამის მერე პროფიტულები გახდებით ან ტრეიდინგს ისწავლით, აქ იქნება ის მთავარი წინადადება, რომელიც ყველაზე მეტად გჭირდებათ და რომელსაც გაიხსენებთ მაშინ, როდესაც პროფიტულები გახდებით. ნუ ეძებთ რაღაც სასწაულს, ნუ ეძებთ რაღაც იმას, რომ ერთ და ორ თვეში ვიღაცა ისეთ რაღაცას გასწავლით, რაც შემოგიტირებთ ყველაფერს და ტრეიდინგს აგათვისებინებთ. რთული საქმეა, წლები ჭირდება. აქ ხალხი მუშაობს წლების განმავლობაში, საკუთარ ცხოვრებას დებენ გვერდზე, ადამიანებს წირავენ იმისთვის, რომ აქ რამეს მიაღწიონ და თქვენ იმის წარმოადგენაც კი არ გქონდეთ, რომ აქ რაღაცას ძალიან მცირე დროში შეძლებთ. რთული საქმეა ძალიან. ძალიან რთული საქმე არის. ძალიან ბევრი ფეილდება პროფირმებში. ფულის გაკეთება აქ ძალიან ჭირს სტაბილურად. კი ერთი თვე გაიტან ფულს, კი ორი თვე გაიტან ფულს, კი ნამდვილია ის ინტერნეტში ვიღაც ტიპები რომ ფეიაუთებს წერენ ხანდახან და კი შეიძლება იმ 15 წლის ერთმა ტიპმა და ორმა სამმა კაცმა გაიტანა იმხელა ფული და კი ბატონო რეალურია. შეიძლება მოხდეს, მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებით. ეს საქმიანობა არის დამყარებული იმედებზე და დამყარებული მთელ წინა პერსპექტივაზე, რასაც შენ ხედავ. და თუ შენ ამის ზუსტი წარმოდგენა და აღქმა არ გაქვს და თუ არ ხვდები სად გაქვს ფეხი შევიჯებული, ხო? ერთ წელში იქნება, ერთ თვეში თუ ერთ კვირაში ძალიან მაგრად დაგარტყავს ტრეიდინგი უკან საპასუხოდ. შენ აქ სტაბილურობისთვის უნდა მოხვიდე და არა იმისთვის, რომ რაღაცა ერთი გამოიმუშაო და გახვიდე მარკეტიდან. ეგ ეგრე არ იმუშავებს. პროფიტულობა არ ნიშნავს 1, 2, 3 თვე ფულის გამომუშავებას. პროფიტულობა ტრეიდინგში ნიშნავს, რომ შენ შეგიძლია ამ საქმით ცხოვრო და შენ შეგიძლია რომ მთელი ცხოვრება ამ საქმეს მიუძღვნა. ვინც ამისთვის მზად არ ხართ, პირდაპირ გეუბნებით, ტრეიდინგი თქვენთვის არ არის. და აქ უბრალოდ დროს დაკარგავთ. კი, რაღაცა გამოცდილებას მიიღებთ, შეიძლება ტრეიდინგმა ისეთი თვისებები შეგძინოთ, რომ სხვა ბიზნესში გამოიყენოთ და არ გეუბნებით ეხლავე წადით მეთქი, მაგრამ იცოდეთ თავიდანვე, რომ აი ეგ რასაც ისმენთ, სხვანაირადაა ყველაფერი. მალე აქ ვერაფერს ვერ მიაღწევთ. აქ უნდა ამას ძალიან დიდი შრომა და ვიდეოებში შეგნებულად არ გაჩვენეთ სტრატეგია. აი ხო შემეძლო მაქვს ფოლდერებში დახარისხებული რამდენიმე მუშა სტრატეგია, განახებდით, აი რა თმინდა, ერთს ვიყენებ მარტო, ერთადერთ სტრატეგიას ვიყენებ მარტო, რომელიც მაქვს, იმიტომ რომ ფიზიკურად ვერ შევძლებ სხვა სტრატეგიებით მუშაობას. ანუ არ შემიძლია ამას ერთად ვერ გავაკონტროლებ. სადღაც ვერ შევალ კარგად ტრეიდში და დავმინუსდები. ჭირდება ერთზე ფოკუსირება და ის ორი უბრალოდ მიდევს და გაჩვენებდით ხო ამას, ანუ გაგიზიარებდით უფასოდ რა პრობლემა არის, დავდებდი, მაგრამ შეგნებულად ამას არ ვიზამ, იმიტომ რომ არც ეს არ იქნება კარგი გადაწყვეტილება და არც ეს არ იქნება სიკეთის გაკეთება იმისთვის, ვინც აქ რამეს ცდილობს. პირიქით ამით დაღუპავ ადამიანს რა და მაგიტო გეუბნებით, რომ როგორც პროფიტს და ისე ლოს მიუდექით ცოტა სხვანაირად და უფრო მძიმედ შეხედეთ ამ საკითხს. ერთჯერადად ყურება არ ღირს, რომ აი ამანის გააკეთა იშოვ, ამანის გააკეთა დამინუსდა. არა, აქ მთელი ისტორია და ცხოვრების ნაბიჯებია ჩადებული. პირდაპირ გეუბნებით კიდევ ერთხელ, ვინც აქ მზად არ ხართ, რომ თქვენი სისხლით და თქვენი ოფლით რაღაცა ისწავლოთ და გამოიმუშაოთ და თქვენით დაამუღამოთ, ეს საქმე თქვენთვის არ არის რა. ვიღაცის ვიდეოს უყურო, იმან რაღაცა გითხრას და შენ უკვე ჰოპ და პროფიტული გახდი, არა, აი მოგცემ სტრატეგიას პირდაპირ, აი ხელებში ჩაგიდებ იმ სტრატეგიას და ელემენტარული პოზიციას ვერ გახსნის სწორად. რისკრევარც ვერ დაიანგარიშებ. დისციპლინა არ გეყოფა, რომ დილას ერთსა და იგივე დროზე გაიღვიძო, ან დისციპლინა არ გეყოფა, რომ თუნდაც შუა დღეს როცა ყოველთვის გცალია, მარკეტზე იყო და სწორი გადაწყვეტილება სწორ მომენტში მიიღო. ეს მოდის წლებთან ერთად. და ამას სხვანაირად ვერავინ ვერ გეტყვით. ყველაფერი რისი თქმაც მინდოდა ეს იყო, დანარჩენი რასაც გავაგზავნებ იგივე სიტყვების გამეორება იქნება და მინდა რომ ზუსტად მიხვდეთ რაც აქ იგულისხმება. და ეს mentorship-ი იყოს თქვენთვის მაგალითი იმისა თუ როგორ ნელა და როგორი დაბალი წერტილიდან უნდა დაიწყო ზევით სვლა, სანამ მიზნამდე მიხვალ.